მგონი თამარ მეფე აქამდეც უნდა დამეხატა. ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ დმანისში დადგმულ თამარ მეფის სკულპტურას თუ ძეგლს. ხო. საუბარი არის აი ამაზე. აი ეს ნამუშევარი და მისი ავტორიც ძალიან დიდი ბულინგის მსხვერპლი გახდა. 99% თუ არა 100 არა ვიღაცები აქებენ კიდეს, მაგრამ მე თითქმის არ შემხვდა, 1-2 ადამიანი იყო. უმეტესობა კრიტიკის ქართ ცეცხლში ატარებს ამ ნამუშევარს და გასაგებიც არის რატომ. ჩემი აზრით, ხალხის გაღიზიანება რამაც გამოიწვია, არის ორი მთავარი ფაქტორი, რაც ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის რა. ერთი არის ის, რომ ანატომიურად ძალიან დარღვეულია, არაპროპორციულია და ასეთი ნამუშევარი, რომელიც ანატომიურად გაუმართავია, არის რაღაც ძალიან ბევრი შეცდომა შეგინდა დაშვებული. გინდა ეს ანატომიურად იქნება თვითონ თამარის აგებულება თუ გინდა საქართველოს რუკა, რომელიც ძალიან აცდენილია ორიგინალს, საერთოდ სხვანაირია. აი ასეთი ნამუშევარი იდგმება საჯარო სივრცეში და დიდი ალბათობით ამაში ამ ადამიანს ფული გადაუხადეს. ხო და როდესაც ნამუშევარს ეტყობა, რომ გულით არ არის გაკეთებული და ამ ნამუშევარს ცალსაღად ეტყობა, რომ გულით არ არის გაკეთებული, თან არის ცემენტით გაკეთებული და არ ვიცი, ანუ მოქანდაკეებმა დამიკომენტარეთ, მე უშუალოდ მოქანდაკე არ ვარ და არ ვიცი როგორ მასალებში და რანაირად მუშაობენ, მაგრამ ცემენტით ქანდაკების გაკეთება და გარეთ დადგმა, ანუ ქარში, თქეში, წვიმაში, თოვლში, ანუ რამდენად გაუძლებს ეს მასალა, ანუ ამას არც ეგ არ ვიცით, მე მგონი და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია რა, ანუ აი ამ ამბავთან დაკავშირებით რა. აქ ახლა მე შემეძლო რომ ანატომიურად განვიხილო ახლა ეს ნამუშევარი და მხატვრული თვალსაზრისით, მაგრამ ეგ მაგას აღარ ჭირდება განხილვა. აქ საქმე იმაშია, რომ აი ესეთი, ავტორმა არ მიწყინოს, მაგრამ აი ესეთი, არაპროფესიონალიზმი არ უნდა ხალისდებოდეს. არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით პური უნდა აცხოს მეპურემ, როგორც ძველები იტყოდნენ. ხო და არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რატომ ხდება ასეთი რაღაცა, მაგრამ რაღაც მხრივ, გავიგე, იმიტომ რომ ეს ადამიანი ყოფილა დმანისის საკრებულოს წევრი თუ თანამშრომელი თუ რაღაც, მოკლედ არ ვიცი რა. მან ვეთქვა, რომ ვარ არქიტექტორი, მხატვარი და ხო რაღაც გამოცდილება ამ საკითხში მაქვსო. მაგრამ თვითონ ნამუშევარს არანაირი გამოცდილება არ ეტყობა. აქ საუბარი აღარ არის იმაზე, რომ ახლა კომენტარებში მიდის იქ, რომ შილიფად ჩააცვა და ანორექსია აქვს და ასე შემდეგ, უბრალოდ ყველანაირად დარღვეულია პროპორციები და პრინციპიც და თვითონ შინაარსიც ცოტა გაუგებარია ჩემთვის. თავი რო დავანებოთ იმას, რომ საქართველოს რუკა საერთოდ არ გავს საქართველოს რუკას და ძალიან სხვანაირია. ხო და რატო ვილაპარაკე ახლა ამდენი? როდესაც ვნახე ეს ნამუშევარი, აი ზოგადად მხატვრებს გვაქვს ხოლმე ეგეთი მიდგომა, რომ რაღაცას რო უყურებთ, ჩვენი კრიტიკული ხედვა ხო გვერთვება და გვინდა რომ რაღაც ხელი შევავლოთ და რაღაც გამოვასწოროთ ხოლმე რა. ხო და ამ კომპოზიციასთან ამ ნამუშევარს ძალიან ბევრი აქვს გამოსასწორებელი. და მე გადავწყვიტე, რომ მსგავსი კომპოზიცია გამეკეთებინა ჩემებურად საქართველოს რუკის გათვალისწინებით და თამარ მეფის გათვალისწინებით. ჩემებური კომპოზიცია, ჩემებური დგომა. მოკლედ, გავაკეთე ეგეთი რაღაცა. აი ახლა ვიდეოს ჩაწერამდე, სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი, დაახლოებით 1 საათით ადრე დავჯიქი, ფოტოშოპში დავხატე თამარ მეფე, იგივე კომპოზიცია არა, იგივე იდეა. საქართველოს რუკის ფონზე თამარ მეფე. სადღაც დაახლოებით საათნახევარი ვხატავდი ფოტოშოპში. მე ეს ფოტოშოპში დახატული თამარ მეფე და ჩემი კომპოზიცია შევაგდე ჯემინაიში და ჯემინაის უთხარი რომ გაიკეთებინა აი ამ ნახატისგან ქანდაკება, მარმარილოს ქანდაკება და რაც შემდეგ მოხდა, ალბათ ყველას გაგაოცებთ, არ ვიცი. თუ გაგაოცებთ, დაგწერეთ კომენტარებში. აქვე დავაყოლებ იმასაც, რომ მაქვს უკვე დახატული ერეკლე მეორის დიზაინი, რომელსაც ვბეჭდავ ზაფხულში მაისურებზე, ზამთარში ჰუდებზე. აი ესე გამოიყურება ეს დიზაინები. ეს არის პირველი და ეს მეორე დიზაინი და ვიფიქრე, რომ თამარ მეფეც კარგი აზრი იქნებოდა მსგავსად რო დამეხატა. ხო და უახლოეს მომავალში
თამარ მეფესაც შემოგთავაზებთ მსგავს სტილში, მაისურებზე, ჰუდებზე, ტილოს ჩანთებზე და სხვა პროდუქციაზე. დაელოდეთ ახლა ამ ვიდეოს და ნახავთ საბოლოო შედეგსაც. აბა დროებით.